პლინიუს უმცროსი, რომაელი პოლიტიკური მოღვაწე და მწერალი. იმპერატორ ტრაიანესადმი გაგზავნილ ეპისტოლეში იგი იუწყება თავისი მცდელობის შესახებ გამოეძიებინა ქრისტიანული ცრურწმენის არსი. ავტორი აღნიშნავს, რომ წამების ქვეშ მყოფმა ქრისტიანებმა დაადასტურეს თავიანთი საკულტო პრაქტიკა. ისინი განსაზღვრულ დღეს მზის ამოსვლამდე იკრიბებოდნენ და ქრისტეს, როგორც ღმერთს, ისე უგალობდნენ. გარდა ამისა, აღნიშნული 96 წერილიდან ირკვევა, რომ ბითინიის პროვინციაში ქრისტიანობა სულ მცირე 200 წლეულის განმავლობაში არსებობდა და იმდენად მასშტაბურად იყო გავრცელებული, რომ მრავალი წარმართული ტაძარი დაცარიელდა, ხოლო მსხვერპლშეწირვის რიტუალები პრაქტიკულად შეწყდა. ამ დოკუმენტის შესწავლისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ შემდეგ 5 ფუნდამენტურ პუნქტზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული არაქრისტიანული წყარო, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის ბოლოსა და მეორე საუკუნის დასაწყისში ქრისტიანებს იესო ქრისტე არაუბრალოდ მორალურ მასწავლებლად ან წინასწარმეტყველად, არამედ ღმერთად მიაჩნდათ. ლათინური ფრაზა quasi deo მიუთითებს იმაზე, რომ რომაელი მოხელისთვის ეს იყო გაუგებარი, უცხო ღვთაების თაყვანისცემა. პლინიუსი იმპერატორს ატყობინებს, რომ ეს სენი გადამდები ცრურწმენა, მხოლოდ ქალაქებს კი არ მოედო, არამედ სოფლებსა და აგარაკებსაც. ის ფაქტი, რომ ტაძრები თითქმის მიტოვებული იყო, მიუთითებს ქრისტიანობის კრიტიკულ მასაზე მცირე აზიის ამ რეგიონში. ეს ანგრევს მითს იმის შესახებ, რომ ადრეული ქრისტიანობა მხოლოდ მცირე, იზოლირებული სექტების რელიგია იყო. წერილში ნახსენებია ადამიანები, რომლებმაც ქრისტიანობა 20 წლის წინ უარყვეს, ანუ დაახლოებით ახალი წელთაღრიცხვით 90-იან წლებში. ეს ადასტურებს, რომ იმპერატორ დომიციანეს დროს ქრისტიანული თემები უკვე მყარად იყო სტრუქტურირებული და ფუნქციონირებდა იმპერიის შორეულ პროვინციებშიც კი. პლინიუსი წერს, რომ მან სიმართლის დასადგენად აწამა 2 მონაქალი, რომლებსაც ქრისტიანები მსახურებს, მინისტრა ეუწოდებდნენ. ეს არის მნიშვნელოვანი ისტორიული ცნობა ეკლესიაში ქალთა მსახურების, დიაკონისების ინსტიტუტის ადრეული ფორმების შესახებ. ეს წერილი და ტრაიანეს საპასუხო რესკრიპტუმ გახდა რომაული სამართლის საფუძველი ქრისტიანების მიმართ მომდევნო 100 წლის განმავლობაში. ჩამოყალიბდა პრინციპი: არ ეძებოთ ქრისტიანების სპეციალურად, მაგრამ თუ ვინმე დაასმენს და ბრალდება დამტკიცდება, დასაჯეთ. გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი უარს იტყვიან თავიანთ რწმენაზე და მსხვერპლს შესწირავენ ჩვენს ღმერთებს. პლინიუსი ქრისტიანობას უწოდებს superstitio prava, imodica, ბოროტი თავაშვებული ცრურწმენა, რადგან რომაული გაგებით რელიგია, რომელიც არ იყო სახელმწიფოებრივ კულტთან დაკავშირებული და არ ჰქონდა მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია, განსხვავებით იუდაიზმისგან, პოლიტიკურად საშიშად მიიჩნეოდა.